Vērtā dāmas zagadzot gaišā, suliercinā Islami da gīsurot, da tvēnaši gazdero. Martlas am tvēnis gamo, tēs da es aucari moulena mokhta, rocats მოწამეობრივად აღესრულა წმინდა იოანე ნათლისმცემელი. მან თავი დაძო ქრისტესთვის, მან თავი დაძო ჭეშმარიტი ღმერთისთვის, არარსებულისთვის, არაჭეშმარიტისთვის და არამყოფიერი, არაყოფისთვის არავინ არ დადებს თავს. ის იცოდა ვისთვის მოვიდა, ის იცოდა ვის წინ მოდიოდა, ვისთვის ხსნიდა გზას, ამზადებდა სამყაროს, ამზადებდა კაცობრიობას, ამზადებდა სულიერ ატმოსფეროს იმისაც, რომ ვინ უნდა მოსულიყო. იგი ნათლისმცემელი, ანუ ქრისტეს ვინც ნათლისმცა. ეს მისია მან წარმატებით აღასრულა, თავი დაძო ქრისტესთვის. ამიტომ ეს კიდევ ერთხელ ბეჭედი, კიდევ ერთი დიდი მოწმობაა იმისა, რომ მაცხოვარი ჩვენ უყალი იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი ძეხვისა ცოცხალი ყოველი ღმერთი, მესია მაცხოვარი, რომ მან წინ გამოუშვა დიდი წინასწარმეტყველი იოანე ნათლისმცემელი, რათა მის წინ რო ლამპარი, ანუ სანთელი, კანდელი, რა ვიცი, აი როგორც ზე ისე გამომხინებულიყო და გამოინათა მას. მართლაც იგი დიდაა საფასოებში, როგორც სახარებაში წერია. ამიტომ ჩვენც აი მიწაზე როცა ცხოვრობ, ჩვენც მართლაც ჩვენს მიწიერ ცხოვრებას თმობთ ნაწილობრივ, რაც შეგვიძლია და მეტიც უნდა გავაკეთოთ, ვიდრე გონია რომ შეგვიძლია. და ვცდილობთ რომ წინ წავიდეთ და მართლაც ჭეშმარიტი ღმერთისთვის მაცხოვრის ღვთისადირებლად, სული საცხოვრებლად ვიცხოვროთ. მართალია, საბჭოთა პოსტტოტალიტარულ სივრცეში ვიმყოფებით და სხვადასხვა ფორმაციებს გავდივართ, მაგრამ ძალიან მძიმეა ეს ცხოვრება, მიწიერი ცხოვრება თავისი გადაკვეთით გამოირჩევა დღევანდელი ადამიანისათვის, დღევანდელი ქრისტიანისათვის. ესეც ამა ცხოვრების და ქრისტიანის ამ ცხოვრებაში ვიწრო გზაზე სიარულზე მიუთითებს. ვინ ცხოვრდება? ვიწრო გზაზე ვინც დადის ის? როგორც მაცხოვარი ამბობს, შედით ვიწრო ბჭით, ვინაიდან ვრცელია ბჭე და ფართოა გზა, რომელსაც მივყავართ სარსაწყნედელად. და მრავალი, ძალიან ბევრი მეცნიერები დადიან ამ გზაზე და ვერც აცნობიერებენ სამწუხაროდ ამას. ვერც აცნობიერებენ თუ მისდა და თუ ითხოვეს მიეცემათ მათ და ზოგიერთ მიეცემა მათ ისე როგორც მათი სმენა, როცა რაღაცა ამოვარდება მათი ჩვეული მდგომარეობიდან და ღვთის ხმისათვის მათთვის გაიხსნება პორტალი და მისაწვდომი მიგახდება ღვთის ხმა მათთვის. აი მაშინ ეს მithხოვდნენ და რაღაცა გამონათებები აქვს და იმით უნდა ისარგებლოს ადამიანმა იმ გამონათებით, იმ ნაპერწლით და აცნობიერებენ და ჩვენ მათთვის ვუძლოთ რომ ისინიც მოიქცნენ, ვინც ამ ფართე გზაზე დადიან. მაგრამ ეს გზა მაცხოვრებელი ვიწროა, ბჭე და ძნელია გზა, რომელსაც ვიცით რომ მართლა ძნელია და ჩვენს ყავზე გვაქვს ასე ვთქვათ გამოცდილი პორშატის და სიცოცხლეს რა არ გადაგვიტანია, ხომ? და ყველაზე დიდი იმუნიტეტი და გამოცდილება ჩვენ მივიღეთ ალბათ, ვიდრე სადმე ოდესმე სხვას მიუღია ამ ბოლო ჟამს. ამიტომ ცელია ის სასაცმელი გზა, მაგრამ ვიწროა ეს ბჭე და ძნელია გზა, რომელსაც მივყავართ სიცოცხლისაკენ და მცირედ მიპოვებენ მას. ამიტომ მიღვაწეთ და შეხვიდეთ ამ ვიწრო ბჭით. მრავალი ხდება, მრავალი ვთქვათ ცდილობს რომ რაღაცა ახალი გზები გამოძებნოს, ახალი ალტერნატივები გამოძებნოს, მაგრამ ამაოა მათი ცდილობები, რომ ერთია მაცხოვრებელი გზა, ეს არის გზა ქრისტეს და ვინც სხვა ეგრეთ წოდებულ გზაზე წავა, არსად მიმავალ გზაზე, არ ვიტყვი სამიდის ეს გზა მისახვედრია, ის ან ჩიხს წააწყდება და კიდე გამომართლა თუ დროზე მიხვდა რომ ეს ჩიხია, ან კიდევ ისეთ დილი გზა გადავა, რომელსაც ქვია გზა სიკვდილისა. და როგორც დედაქალაქში წერია, ორი გზა, გზა სიცოცხლისა და გზა სიკვდილისა. და ყველა ეს ორივე გზა დეტალურად დახასიათებულია თავისი პარამეტრებით და თავისი მახასიათებელი თვისებებით დაღარჩენილი. ამიტომ ჩვენ მივდივართ ამ გზა სიცოცხლისაზე, რომელიც გახსნილია ჩვენთვის ქრისტიანული ღვთისმეტყველების დეტალებში და სიღრმეებში და საიდუმლოებებში, რომელსაც ვისურვებთ რომ ჩვენს ჩაღმართოთ. ამიტომ და ვეყოთ, ვეძებოთ, ვაკაკუნოთ და უცილებლად გაგვიღებს. არავინ არ გვეტყვის ჩვენ ვინ ხართ და რომელი ხართ, იმიტომ რომ ჩვენ ნამდვილად ვიცით და გვწამთ ქრისტიანს ძეხვისა, ცხოველისა, ცოცხალისა და წამს და ვაღიარებთ მას და ამიტომ ვეზიარებთ, მოვდივართ კონცერტი, იმიტომ მოყვედით, თვალზე მოყვედით, ვაღიარებთ აზრით, სიტყვით, საქმით და იცით რა არის თქვენი სულიერი მისია და თქვენი სულიერი ჯვარდუხტობა და მიყვებით მას. ეს გზა მიდის სათავსათვალისაკენ.
ზუსტად ეს გზა გახსნა იონე ნათლისმცემელმა და მოვიდა შემდეგ ის თვითონ სასופველი მიწაზე, როგორც თვითონ უფალი ჩვენი იესო ქრისტე იყო, ცოცხალი ღმერთი. ის მოვიდა ის გამოვიდა მიწაზე, რათა ჩვენ აღვამაღლოთ. ის გახდა ადამიანი სრული, რათა ჩვენ ღმერთს მარტივ მივოცნოთ. ამიტომ გვეხება ეს ჩვენც, რომ ჩვენ აღვიაროთ ქრისტე და ვიაროთ ამ ძნელი გზით, ამ ძნელ და ვიწრო გზაზე მოსიარულეებს თქვენ გეხება, ჩვენ გვეხება ეს და რომ გადავწყვიტეთ ერთხელ და მოვინახეთ ამ გზაზე ვიწრო გზით სიარული. არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ამ გზაზე უამრავი ხილული და განსაკუთრებით უხილავი დაბრკოლებები და ბრძოლები და თავდასხმები და ხიფათი და განსასწრებელი არის და იქნება. არ უნდა გაგვიკვირდეს. პირიქით, დიდება უყავს. რომ არ იყოს ეს, ამას ვერ გადაწყვიტავ, ჩვენ ამ სცენარს ჩვენ ამისას ვერ დაწერ და ვერ დადგავ, იმიტომ რომ მაინც იქნება ბრძოლა. და რო არ არის ბრძოლა, ცხალებში უკვე ბრძოლა, იმიტომ რომ წაგებული გაქვს ეს იგი რაღაც საკუთარ შეცდომებით დაშვებული. ჩვენ ის უნდა ვიტყოთ, რომ გამარჯვება და მშვიდობით გადალახვა მოვახერხოთ ამ ბრძოლებისა, თორემ ვინ არის უბრძოლელი, უცოდველი და უპრობლემო ამ ძიმე ცხოვრებაში, ხო? ამიტომ რომ გადავწყვიტეთ ეს და სირთულეებისათვის უკვე გავემზადეთ ამ კარიბჭის სივიწროვისთვის და დისკომფორტისთვის, სულიერი დისკომფორტისთვის გავემზადეთ, ჩვენთვის ეს გზა გახსნილი. გზა ხსნილია, ვიწრო, მაგრამ ხსნილი გზაა, ეს დიდი პრეროგატივა, დიდი წადი. და ამიტომ მოусმინოთ მაცხოვარს და მივყვეთ მის ხსნილებას. რათა მასთან ერთად გულთბილად, გულწრფელად, კეთილგანწყობილად, გაფრთხილებული, შეიარაღებული, სულიერი აღჭურვილობით ყველა პრობლემა გადავლახოთ და სათავსოების შესასვლელად გულშემოსრულებმა ვიმოძრავოთ თავდაბულად. დაბალი ვარ და მშვიდი გულით, მშვიდი ვარ და დაბალ გულით, ხომ გასულ, მშვიდი ვარ და დაბალ გულით. და ვინც სინანულით, წმენით ივლის ამ გზაზე, სადაც არ უნდა დააკაკუნოს, რა პრობლემას არ უნდა დაუდგეს წინ, რაც არ უნდა თხოვოს ღმერთს მისი სახელით, ითხოვდეთ და მოგეცეთ თქვენო, ჩემი სახელით, ხომ? ყველაფერი მიეცემა მას. და წმენას უზარმაზარი პოტენციალი და იმუნიტეტი აქვს ჩვენ ევანგელი ქრისტიანების ცხოვრებაში, ქრისტეს ერთგულებასა და მისადმი გულწრფელ წმენას. და დიდებას უფლისაა. ეს დიდება უფლისაა ნებისმიერ დაკეტილ კარებს თვითონ აღებს. მანამ სანამ მიეკარები უკვე თვითონ იღება და ბიძგი ხომ უეცრად გააგებს და გზა ისედაც ხსნილი უფრო მსუბუქი და ტკბილი ხდება. ეს გაფრთხილებები, რაც იოანე ნათლისმცემელის თავის გვერდამ მოგცა ჩვენს გვასწავლა გაფრთხილება, როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორ უნდა ვადიდოთ ღმერთი, როგორი ერთგულება, როგორი რწმენით უნდა ვიყოთ, როგორი სიმამაცით უნდა ვიყოთ, დღეს მით უმეტეს აფსილნი ამ ძიმე დროში, როგორ ვაღიაროთ ქრისტიანობა და როგორ ვაღიაროთ ქრისტეს მორწმუნეობთ, მას ეს ჩვენთვის უნიკალური მაგალითია ამ ვიწრო გზაზე მოსიარულე ხალხისთვის და ამ გზაზე სასიარულოდ შემამსუბუქებელია ჩვენთვის. რა დაბრკოლებაც არ უნდა დახვდეს წინ, მოგვესწრება ჩვენ ხმა, მოვედით ჩემ და მაშვალდი და თვითმძიმენი და მე განგისვენოთ თქვენ და უფალი თავის წყალობას, თავის უხილავ ძალას ჩამოუშვებს და ჩავეჭიდებით თქვენ მას და ნებისმიერ დაბრკოლებას და ნებისმიერ უხსულს გადავაქმნებით. მორიფდით, რასაც ქვია წმენა და ცოდნა. სიყვარული და მოთმინება, სარწმუნოება და სასწრაფო და ნებისმიერი სათნოები აღვნიშნოთ, ხო? და მინდა რომ ყველა ღონე ვიხმაროთ, რათა ქრისტეს სამვიცრო გზით ვიაროთ და მცნებების დაცვით შევეცადოთ, რომ სასწრაფოების კარისაკენ კიდევ თვითონ ნაბიჯი გადავდგათ ყველა ამჟამად მიწიერ ცხოვრებაში დაწყებული. ევანგელის საღამოთვლებში დამთავრებული ხვალინდელი თუნდაც ზიარებით და წიებით, რომელზეც მოსვლა მშვიდობით ზიარება, მშვიდობით გისურვებთ. მადლობთ ჩვენს იესო ქრისტეს, იქ უცბად ყოველთა თანა. ამინ.